მოგესალმებით მეგობრებო. მრავალი წლის წინ აქაური სახალხო სკოლის ფარგლებში შევთავაზე სემინარი. შენ ხარ ის, რითაც იკვებები. Du bist, was du isst. და ეს სემინარი მაშინვე გაიყიდა. ამან მე ნათლად დამანახა, ჯერ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფორმულირებას, სემინარის სახელწოდების ფორმულირებას და მეორეც რამხელა ინტერესი არსებობს აი ამ თემის მიმართ. მე ყურადღებით ვადევნებ თვალს თქვენთან აი ამ დღეებში მომხდარ აჟიოტაჟს კვების თემაზე. უნდა გითხრათ, რომ აღარ ჩავუხმავდი. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია, არსებობს პრობლემა როგორც გლობალურ დონეზე, ასევე აქ ჩემთან გერმანიაში და ასევე საქართველოში და მეორე არის კი ჩემი ვარაუდი, რომ აი ეს დიდი აჟიოტაჟი შესაძლებელია, ვარაუდს ვამბობ, იმიტომ დეტალები არ ვიცი. შესაძლებელია როგორც ბევრგან, ასევე პოლიტიკური ან სხვა სარჩულითაც იყოს გამოწვეული, რადგან მე წავაწყდი პოსტებს, სადაც ეწერა, რომ ამ ფირმას თითქოს უარი ეთქვა საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისათვის და თუ ეს ასე არის, მაშინ აი ამ სარჩულს ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რადგან ეს არის გავრცელებული პრაქტიკა გერმანიაში და მთელ მსოფლიოში ხდება გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობების, თუ იდეოლოგიური მიმდინარეობების, თუ ცხოველთა დაცვის და ასე შემდეგ მიერ ფირმების წნეხის ქვეშ დაყენება, რომ მათ მაგალითად გააკეთონ გარკვეული სახის რეკლამა. მაგალითად რეკლამაში აუცილებლად გამოაჩინონ სხვა რასის წარმომადგენელი და არა სულ თეთრი ადამიანი. და იქამდეც კი მიდის, რომ გერმანიის მატარებლის რეკლამაში იყვნენ ერთხელ 4-5 ადამიანი ჩანდა და აქედან არც ერთი არ იყო გერმანელი. და ელონ მასკსაც აქვს ნათქვამი, რომ მასზე მიდიოდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დიდი წნეხი, რომ მას მიეღო სამუშაოზე გარკვეული კატეგორიის ხალხი, კერძოდ გარკვეული წარმოშობის ადამიანები. და აქედან გამომდინარე ამას მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არ არის ჩემი თემა. ჩემი თემა არის ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე თქვენ აი ყურადღება გაგიმახვილოთ რიგ ფაქტორებზე და პლუს შევეცადოთ ასევე დიდი სურათის დანახვა. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ხაზი გაუსვი, იმიტომ რომ აქ მაგისტრატურაში ჯანმრთელობის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია კვებაც შედიოდა და მე მქონდა ძალიან დიდი ფოკუსი აი ამ თემაზე, იმიტომ ეს თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობი არის და ძალიან ინტენსიურად მუშაობდი აი ესეთი მოხალისის დონეზე, დაინტერესებულის დონეზე, ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს და ძალიან ბევრი ექსპერიმენტი მაქვს მე თვითონ ჩატარებული და ბევრი დაკვირვება მქონდა. მოგახსენებთ, რომ გერმანიაში ვიყავი, სანამ მე აქ ცხოვრებას დავიწყებდი რაღაცა პროგრამის ფარგლებში და იქ მოხდა ასეთი საინტერესო რამ. ავტობუსით მივდივართ ნორდრაინ-ვესტფალიის ლანდის ძალიან ლამაზ ლანდშაფტში. ზაფხული იყო, ჩვენთან ამ დროს გადამწვარია და გადაყვითლებული არის ბუნება, იქ კი იყო სიხასხასე, რადგან ბევრი წვიმა არის და ძალიან ლამაზ, გაწკრიალებულ, გალამაზებულ, დალაგებულ სოფლებს ჩაუვარეთ გვერდი. და დავინახავდით კიდევ ერთ ლამაზ ადგილს და ვიტყოდით, ოი რა ლამაზია, ეს ხომ არ არის იქ, სადაც მივდივართ. ჩვენი საცხოვრებელი ადგილისაკენ მივყავდით ამ ავტობუსს. და აი ამ ბედნიერებაში ვართ მთელი ჯგუფი, რომ უცებ ავტობუსში საშინელი სუნი დადგა. იცით როგორი საშინელი და ესეთი ამაზრზენი სუნი, აი ძველად და ეხლა შეიძლება არსებობს საზოგადოებრივი მოუვლელი ტუალეტები რომ იყო და რაღაცა აი წარმოუდგენლად შემზარავი სუნი რომ იდგა, აი
ის სუნი კიდევ რბილი იქნებოდა. ვერანაირად რო ვერ წავხვიდოდი. ჯერ გაოგნებული აქეთ-იქით მივიხედეთ და მერე მივხვდით რომ მიუხედავად ფანჯრები რომ დახურული იყო, ეს სუნი გარედან შემოდიოდა და როგორც გავიგეთ, ხდებოდა შეწამლა იმ ლამაზი მოხასხასე მწვანით დაფარული დელოების, სადაც იყო სხვადასხვა კულტურა დათესილი. აი ეს დამამახსოვრდა, მაგრამ ახსნა არ მქონდა და რატომ? მე გავიზარდე დაბაში, ჩემს ბებო-პაპას და შემდეგ ჩემს ბიძაბიცოლას და მეზობლების უმეტესობას ძროხები ჰყავდა და ჩვენ არ გვყავდა, მაგრამ მე ხო ვხედავდი, რომ როცა ბავშვობაში მახსოვს, რომ პაპას რომ გამოჰქონდა ამ გომურიდან ნაკელი და ეზოს ბოლოში რომ ყრიდა, იქ მე ესეთი სუნი არ მახსოვს და ისიც ვიცი რომ ნაკელი უნდა დაძველდეს, მე ხანდახან ვკითხულობ დამწვარი ნაკელი სთავაზობენ როგორც სასუქს, ეს რას ნიშნავს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იყო იქ და შემდეგ მისი გამოყენება შეიძლებოდა. ესე იგი, მაშინვე არ იყენებდნენ და ამ დროის განმავლობაში ხდებოდა მისი გამოშრობა, რასაკვირველია მისი ფერმენტირება თუ გარდაქმნა და შემდეგ გამოიყენება. შემდეგ უსუნოც იყო და საერთოდ აი იქვე ვთამაშობდით და მე ესეთი მსგავსი სუნებიც კი არ მახსოვს. რომ დავიწყე აქ ცხოვრება, დავინტერესდი და გავიგე, რომ აქ ესენი ამას ასე არ აკეთებენ. ეხლა შეიძლება ზოგიერთი აკეთებს განსაკუთრებით ეკოლოგიური მეურნეობები, მაგრამ აი ეს სუნის ესეთი მძაფრი სუნი აიხსნება ჯერ იმით, რომ არ ხდება მისი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერება, სადაც ის აშკარად სუნს დაკარგავდა. ხდება თხევადი სახით სპეციალური მანქანებით ყველგან შესხურება. და ამან მე ძალიან გამაოცა, იმიტომ რომ ყველაფერი იციან, ყველაფერში ორგანიზებულები არიან და ეს მე ვერ წარმოვიდგინე. ახლა გეტყვით რომ მაგალითად აქ შეშას რო ვყიდულობთ, ან გვეუბნებიან რომ უკვე 2 წელია გაჩერებული, ან ჩვენ უნდა გავაჩეროთ 2 წელი. გვეუბნებიან ამას. რომ ნედლი შეშა ცუდად იწვება და თან ამ დროს ეს გამოყოფილი ეს და გამონაბოლქვი ჯანმრთელობისთვისაც არ არის კარგი, არც გარემოსთვის არ არის კარგი და ამიტომაც შეშა უნდა გამოშრეს და მე მახსოვს რომ გაზრდილი ვარ მთიან რაიონში და იქ ნედლ შეშას ხმარობდნენ, არ აძველებდნენ ისე, როგორც აქ არის ჩვეულებრივი რამ. ამიტომაც აი ამ სფეროში, აი ამ ძალიან გამაკვირვა დიდი მეურნეობები აქვთ და მივხვდი რომ ეს იგი პირდაპირ ხდება გამოყენება. შემდეგ როცა მუშაობა დავიწყე და ჯგუფებთან მუშაობდი, ეს ჯგუფები დაჰყავდათ ექსკურსიებზე და თუ ჩემი დღეც დაემთხვეოდა, მეც ძალიან ბევრ საწარმოში ვყავს ჯგუფი წაყვანილი. მე მთხოვდნენ მიუხედავად იმისა, რომ შტატში არ მუშაობდი, ვიყავი ჰონორარზე, მთხოვდნენ რომ ჯგუფი წამეყვანა და აი ასე ვიყავით ერთხელ და არა მარტო ერთხელ აქ არის ეს შტატვერკე ქვია, ესე იგი ამ ქალაქში არის ეს ფირმა, რომელიც საგანაც ვიღებთ ჩვენ ცენტრალურ გათბობას, წყალმომარაგებას, სუფთა წყალს და ასევე კანალიზაციაც ევალება და ეს არის უზარმაზარი დანადგარები არის და ეს სისტემა ჩემთვის იყო აბსოლუტურად უცხო და ეხლა აგიხსნით აი ამ სისტემის ფუნქციონირებას, რადგან ჩვენ თემასთან აქვს კავშირი. ბოლო წლებში ყველგან გადათხარეს ჩვენს ქალაქში და მანქანის მძღოლებს ცხოვრება გაუმწარეს, რადგან გარდა სხვა რაღაცეებისა, სხვა პრობლემებისა ხდებოდა კანალიზაციის გაყოფა სუფთა წყლის და ჭუჭყიანი წყლის. სუფთა წყალი არის ის, რაც ზემოდან ჩამოდის, ძალიან ბევრი წვიმა გვაქვს და ამიტომაც ის კანალიზაცია გამოყვეს, ის დაანგარიშებულია ჩემს ნაკვეთზე, რაც მე მაქვს დაახლოებით 760 თუ 80, ხა კიდე გონის 780 კვადრატული, აი რაც ჩემს ნაკვეთზე ჩამოდის და ჩადის ტერასაზე ტრაპი არის.
იმის დაანგარიშება ხდება და იმისას ცალკე ვიხდი, ის ბევრად ნაკლებია ვიდრე კანალიზაცია, რაც მიდის სახლიდან, რადგან ამ კანალიზაციის, ესე ვთქვათ, ჭუჭყიანი წყლის გადამუშავება ხდება სწორედ აი ამ ფირმაში. და გადამუშავება ხდება, არის ძალიან უზარმაზარი კონსტრუქცია და ეს მთელი ამ ქალაქიდან მიდის ეს ყველაფერი იქ და ხდება მისი, ასე ვთქვათ, აი ამ ტრიალი, აი ამ სისტემაში, რაც შეეხება სუფთა წყალს, მას პირდაპირ უშვებენ ყურეში, წვიმის წყალს. ხო. და ბოლოს აი ამ დანადგარების მუშაობის შედეგად ხდება გაყოფა მყარი მასის და სითხის. სითხის გაშვება მაშინ ასე იყო. მე როცა იქ ვიყავი, ვიკითხეთ ყოველგვარი შემოწმების გარეშე, რამდენად ბაქტერიებით არის და ასე შემდეგ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხდება ყურეში. მყარი მასის და რჩება ბოლოს დაპრესილი მყარი მასა, რომელიც, დასაკვირველია, ბევრად ნაკლებ ადგილს დაიკავებს, ვიდრე ეს, რომ ესე ვერც გაანცალკევებდნენ, ესე იგი ხდება ძალიან ესეთი გაყოფა აი ამ სისტემით. ეხლა აი ამ პერიოდში მე უსმენ და ვფიქრობ, რომ ეს ნახეთ, როგორი ეკოლოგიურია ეს მეთოდი, რა კარგია, იმიტომ რომ ეს მყარი მასა რაც მიიღება, ბევრად ნაკლებ ადგილს იჭერს, ალბათ არის ადგილი, სადაც ეს მიაქვს და ამას მიწის ქვეშ ფლობენ. იმიტომ რომ მე როგორც რაიონში, სოფელში გასდელ ადამიანს ვიცი, რომ სადაც სოფლის ტუალეტები იყო, იქ მას შეიძლება დახურავდნენ, მაგრამ არაფრის დიდებით იქიდან მასას არ გამოიყენებდნენ ბოსტანისთვის. ნახეთ, მივედით იმ პუნქტამდე, რომ ეს კითხვაც დაისვა და შეიძლება ისეც ეთქვათ და ამასაც რას უშვებით. და პასუხი, რომ ჩვენ გვაქვს შეთავაზება აქაური ფერმერებისათვის, უფასოდ შეუძლიათ წაღება და მოდიან და მიაქვთ მთელი ეს მასა, მიაქვთ აქაურ ფერმერებს უფასოდ. და ისეთი შოკი მივიღე. მე გამახსენდა, რომ ჩვენ სემინარებზე, მე ვაძლევდი ჩემი სემინარის მონაწილეებს, რომლებიც ხშირად იყვნენ ასევე თურქეთიდან, მოგეხსენებათ, ბევრი თურქები ცხოვრობენ აქ და მახსოვს, რომ ერთმა ქალმა თქვა, რომ რას აკრიტიკებს აქ, რომ არაფერს არ აგდებენო, ყველაფერს იყენებენო. და ეხლა გამახსენდა ეს ნათქვამი, ჩავეკითხე, ვიფიქრე, ეგება შეცდომით გავიგე. არა, მიაქვთ ფერმერებს და ისინი იყენებენ. მე ვთხარი, ისინი არიან ვალდებული ან ეს მასა გააჩერონ, ან ხდება მისი შემოწმება, რამდენად ბაქტერიებით არის ეს კოლის თუ სტაფილოკოკი თუ რა ვიცი რა ბაქტერიებით არის ეს მასა სავსე და აღარ ვამბობ კიდევ, რომ დიდი ალბათობით ნარკოტიკების ნარჩენებით და ასე შემდეგ. არაო თქვა. ესე იგი, დაახლოებით 10-12, ესე იგი 13 წლის ამბავს ყვები, ეს ასე იყო, თუ შეიცვალა, ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ არაფერი შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოსტნეულით თუ რაც მოჰყავთ, ხდებოდა აი ამ მასის, აი ამ გახასხასებულ მწვანე მდელოებზე გაშლა და მისი სასუქად გამოყენება. და ესეც იყო ჩემთვის მაშინ ძალიან დიდი მოტივატორი, იმიტომ გერმანიაში არის გაყოფილი ეს ჩვეულებრივი, კონვენციონალური, ესე იგი, მეურნეობა ეკოლოგიურისაგან. ეკოლოგიურს უცებ ყველა ნიადაგზე ვერ დაიწყებ, უნდა ნიადაგის სინჯი გაკეთდეს და შემდეგ თუ ეს ამ ნიადაგზე აი ასეთი წარმოება იყო, რაღაცა წლები გავიდეს, რომ შენ შეძლო ეკოლოგიურის გაკეთება. არის დამოუკიდებელი ლაბორატორიები, არის გაერთიანება, რომელიც ამას ამოწმებს და ბეჭედს აქედან გამომდინარე აძლევს და ასევე აკონტროლებს. კონტროლი ნიშნავს, რომ მოვლენ არა წინასწარ ტერმინს გეტყვიან, არამედ მოვლენ მიწის სინჯს აიღებენ, სადაც მათ უნდათ. სადაც ისინი ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელია. და ამ შემოწმებას ჩვენ აქ ვენდობით, წესით საფუძველი არ გვაქვს, რომ არ ვენდოთ, ისიც მოგეხსენებათ, რომ გერმანულ ხასიათში არის, რომ უყვარს აი ამ წესრიგის დაცვა, უყვარს კანონების დაცვა. და
ასე რომ სუპერმარკეტში არის განყოფილება, სადაც არის ეს ჩვეულებრივი პროდუქცია, ასევე არა მარტო ბოსტნეული და ხილი, არამედ ასევე ხორცეც ასევე არის და ბიოლოგიური, ეკოლოგიური ღირს ბევრად მეტი. მაგრამ აქაც არის განსხვავება. ცნობილი ფირმები, როგორც არის ცნობილი ფირმები ღირს ასე, რომელსაც ეს ბეჭედი აქვთ, რომელსაც სისტემატურად ამოწმებენ დამოუკიდებელი ლაბორატორიები. ისინი ღირს ბევრად მეტი და შემდეგ თითოეულმა სუპერმარკეტის მფლობელმა სადღაც ეკოლოგიური პროდუქცია გააკეთა და ამის შემოწმების საშუალება კი ნაკლებად არის, მაგრამ აქაც არის ფირმა თავისი ორგანო აქვს, პრესის ორგანო აქვს, ჟურნალი აქვს, რომელსაც ადრე ვყიდულობდი. ისინი მიდიან და ამოწმებენ და თუ მათ უარს ეტყვიან შესვლაზე, ამასაც დაწერენ და ესეც ნიშნავს ჩვენთვის მომხმარებლისთვის, რომ თუ მას დასამალი არ აქვს, რატომ არ უშვებს შესამოწმებლად. და რაც მთავარი არის, ჩვენზე მომხმარებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ეკოლოგიური პროდუქცია იყიდება სუპერმარკეტებში, მაგრამ ჩვენ ვამჯობინებთ ბიო მაღაზიებში მისვლას, რადგანაც ამით აი ამ ბიო მაღაზიას ვეხმარებით, რომ თავი გადაერჩინოს და არა დიდი ქსელის წარმომადგენელს უტოვებთ ჩვენს ფულს. რაც მეტი ადამიანი ყიდულობს ამ ეკოლოგიურს, ამ ბიოლოგიურ პროდუქციას, მით მეტი იწარმოება, მით მეტი ფერმერი ფიქრობს, რომ ხომ არ გადავიდეს. აი, ნახეთ, ფერმერი ფიქრობს იმაზე, როგორ მიიღოს მეტი შემოსავალი. ეხლა ჩვენი ვალი რა არის? ჩვენი ვალი არის ის, რომ ჩვენ კიდევ ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ამდენი ქიმიისაგან, ამდენი არასაჭირო სასუქებისაგან და საქართველოში ეს მე ვფიქრობ გერმანიაზე მეტად რთული მოსაგვარებელია და რის გამო? აი ამ საკითხში მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს, ვიტყოდი, არ აქვს ის შეგნება, რომ რატომ არის ეკოლოგიური კარგი. ჩვენ ვწამლავთ ჩვენს მიწას, მერე წვიმის წყლით ჩადის ქვემოთ, ეს ტრიალებს ზემოთ, მის შემდეგ წვიმის წყალშიც პოულობენ იგივე შენაერთებს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ვწამლავთ ჩვენ თვითონ. ჩვენი პრიორიტეტებით ვაკეთებთ მაგალითად ძვირფას მოგზაურობას და ვიკვებებით პროდუქციით, რომელიცაც ფიქრობთ, რომ რომელსაც დიდი ფასი აქვს, ან რომელიც მოგწონს, არა და ჩვენს ორგანიზმს ჭირდება ის, რაც ეკოლოგიურია, რაც ჯანსაღია, რასაც ნაკლები ქიმია აქვს და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. ჩვენთან მე როცა ვთქვი ჩემს ახლობლებში, რომ აი მე ეკოლოგიურ პროდუქციას ვყიდულობ და ამას ვაკეთებდი მე როცა ძალიან ცოტა ფული მქონდა, ჩემი შვილი დამყავდა მაშინ ვალდორფის სკოლაში, იქაც ცალკე ვიხდიდი, რაღაც ცოტა შემცირებულ გადასახადს იყო ესეთი საშუალებაც, მადლობა ღმერთს და იქვე იყო ეს ბიო მაღაზია, სადაც აქაურ პატარა მეურნეობებს მოჰქონდათ და ყიდიდნენ. ნიშნავს, რომ ვაშლიც იყო შედარებით პატარა, ისე დიდხანს არ ინახებოდა. ციტრუსისაც, რასაც ყიდულობთ, უნდა აუცილებლად მაცივარში შეინახოთ, მალე მიირთვათ, რადგან ის არ არის დამუშავებული, დიდხანს ვერ შეინახავთ და ყველაფერს ეტყობოდა, რომ იყო აქაურ ბუნებაში მოწეული ან შემოტანილი. და ჩემს ბოლო ფულს ვაძლევდი ხოლმე, იმიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაკეთებდი სწორ არჩევანს. არის რაღაცები, რომელსაც მე ვერ წვდებოდი და ეხლაც ყველაფერს 100%-ით ვერ გავაკეთებ. ესეც არის ფსიქოლოგიური სტრესი, არ შეიძლება რომ ძალიან ჩავიციკლოთ რაღაცაზე. რადგან რა მნიშვნელობა აქვს შენ მიიღე ჯანმრთელი საკვები, სამაგეროთ შენი სტრესით შენი ორგანიზმი გაანადგურე. ამიტომაც უნდა შევხედოთ ამას როგორც დიდ სურათს. მთელ სოფლიოში არის ეს პრობლემა. აი ამ აწყობილ თქვენ დიდებულ ქვეყანაშიც არის ეს უზარმაზარი პრობლემა, რომ უმეტესობა მეურნეობების არის ჩვეულებრივი. რას ნიშნავს? სიტყვას ვერ ნახულობ, რომელიც შეესაბამება ქართულად.
ძროხა დაბმული ყავთ და არის დაბმული კი არც თავისი ადგილი აქვს, ბევრს ვერ მოძრაობს. თუ ძროხა არ გავიდა მწვანე მდელოზე, იქ არ იბალახა, ზამთარში თუ არ მიიღო ის საკვები, რაც მისთვის არის განკუთვნილი, რასაკვირველია, ეს იმოქმედებს ცის ხარისხზე, ცის ხარისხი იმოქმედებს ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე. და ძროხის საკვები რა არის? ბალახი და ბალახი. არანაირი დანამატები ძროხას არ ჭირდება, თუ მას აბალახებ მთელი წელიწადი თავისუფლად და თუ ზამთარში გამშრალ ბალახს თივას მიაწვდი. ეხლა იცით რა, ესეთი კითხვა დაიწერა სხვადასხვა სოფლის მეურნეობის ჯგუფებში ვარ და თქვეს რომ ესე ჩვენ ყოველთვის დანამატებს ვაძლევთ საბჭოური ცხოვრების დროსაც და რა იყო ამ დანამატებში, მაშინ შეიძლება ვიცოდეთ, მე არა ვარ ამაში გარკვეული. მე თქვენ კი მოგახსენებთ, აი ამ დანამატებში რა შეიძლება იყოს, აი ეს დიდ ბრიტანეთში რომ მოხდა 90-იან წლებში უდიდესი სკანდალი, არ ვიცი, შეიძლება თქვენ მაშინ ისეთი ინფორმაცია არ გქონდათ. აქ იყო მთელი აჟიოტაჟი, შემდეგ გერმანიაშიც მოხდა შემთხვევები და ეს ეხება ეგრეთ წოდებულ BSE. ეს არის ძროხებში თავის ტვინის დაავადება და რომლის ინკუბაციური პერიოდი არის ძალიან დიდი 2-დან 17 წლამდე, ესე იგი თუ გასწავლდეს ეს გადადის ასევე, მას შეიძლება შეხვდეს ადამიანს და მას როცა ადამიანში ეს გამოვლინდება ეს ტვინის ანთებითი დაავადება, მას ქვია კროიცფელდ-იაკობის დაავადება. და არ იკურნება, ესე იგი პიროვნება სამწუხაროდ არც დაცვა ვერ ხდება და საიდან მოვიდა ეს დაავადება. ეს დაავადება, რომელმაც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ინგლისის ფერმერების დიდი ნაწილი აიძულა, რომ თავიანთი ცხოველები გაეწყვეტათ, მოვიდა იქიდან, რომ ძროხებს და საერთოდ ისეც ძროხებს აძლევდნენ დაკლის შედეგად ხომ რჩება ძვლები და რაც რჩება, რომელსაც არ იყენებენ. აი იმისი გამოშრობა ხდებოდა, ესე იგი კანიბალები გახალდეს, თავიანთი ასე ვთქვათ თანარასის დარჩენების გაშრობა, დაფქვა და მის ფქვილად ეძახიან ძვლის ფხვნილს, ან კიდევ ნარჩენების ფხვნილს, ხდებოდა საჭმელში შერევა. ძროხა არის ძალიან სუფთა, მას უნდა მხოლოდ ბალახი, მაგრამ ის თუ ზამთარში მშიერია და მას წინ დაუდევ არეულს, ის რასაკვირველია ვერ შეამჩნევს. და აი ასე მოხდა აი ამ დაავადების, ესე იგი, ფაქტიურად ადამიანმა გაუჩინა ეს დაავადება ძროხებს. და მერე აქედან ადამიანებზეც გადავიდა, დაფიქსირებული შემთხვევა იყო, მგონი 224 ადამიანი დაიღუპა ოფიციალურად, მაგრამ იცით რა, ეს ინკუბაციური პერიოდი რო დიდი არის, ეს ვერ გაიგებ ადამიანის ეს ამ დიაგნოზის დადგენაც არის ძალიან საპრობლემო. და გარდა მაგისა, თუ იმ დროს ადამიანმა სისხლის სხვას გადაუსხა, ნიშნავს, რომ ის დაინფიცირდება. 2001 წლიდან შვეიცარიაში აკრძალული არის დანამატებში აი ამ ძვლების და ნარჩენების ფხვნილის დამატება. ამიტომაც სახელმწიფომაც უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, კონტროლებიც უნდა გამკაცრდეს, შეიძლება არის ეს, აი ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს უნდა თვითონ სამინისტრომ გააკეთოს განცხადება და უფრო მეტად გაარკვიოს მომხმარებელი, რათა მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. რადგან აი აქ მე მაქვს ინფორმაცია და ამიტომაც ვცდილობ რომ თავი დავიცვა, შეგნებულად ჩემი პრიორიტეტები სხვანაირად წარმართო. აი მაგალითად ბოსტნეულზე გაჟღერებული ჰქონდა გერმანიასთან მიმართებაში, რომ უმეტესი ბოსტნეულის შემოდის ესპანეთიდან და ერთხელ დოკუმენტური ფილმი იყო და რას ხედავ, ესპანეთში იმ სიცხეში, აი უზარმაზარ ტერიტორიაზე, აი გადაჭიმულია სათბურები, სადაც აი ამ სიცხეში, იმის მაგივრად რომ რაღაც პატარა მეურნეობები იყოს, რომ მეტმა ხალხმა ფული გამოიმუშაოს, ხდება
ცენტრალიზებულად მთელი აი ამ წიწაკის თუ პამინდრის თუ რა ვიცი რისი წარმოება. და მეორე წყარო არის ჰოლანდია. ჰოლანდიაში სადაც მე რომ ვიყავი, მზე საერთოდ ვერ დავინახე. კი, როგორ არ არის, მაგრამ პამინდორი და ბადრიჯნის მზე იქ არ არის. სამაგიეროდ ბულგარეთიდან ერთი შემოთავაზება არ მინახია. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთს აქვს ეს პოტენციალი. აი რა ხდება დასაწყისში, ვინც ევროკავშირს შემოუერთდა და გადაინაწილეს ეს ყველაფერი და როგორც ცენტრალიზებულად, აი ასე ვთქვათ, ცენტრალიზებულად ვამბობ, ცენტრალიზებულად იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, მაგრამ რაღაცა გადანაწილება არსებობდა, ის კი არა, სამკაულებში და არსებობდა ბრილიანტის სამკაულებს სხვადასხვა ადგილებზე აკეთებდნენ, იყო რუსეთში, იყო უკრაინაში, იყო ბაქოში, იყო თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს არ მოიპოვებოდა. უბრალოდ მაგალითისთვის ვამბობ. და ასევე მანქანის ნაწილები, მანქანა რომ იწყობოდა, ერთი ნაწილი იწყობოდა იქ, მეორე სხვაგან, ამას თავისი სხვა მიზანიც ჰქონდა, მაგრამ აი ახლა ნახეთ. შეხვალთ სუპერმარკეტში, ვინც გერმანიაში ცხოვრობ და კარგად დააკვირდით, საიდან შემოდის ბოსტნეული. და ბოლო ხანებში ვხედავ მაროკოდან. როგორ აკონტროლებენ იქ რა ხდება, არ ვიცით. მე კი ის მახსოვს, რომ ჩემი ბავშვობიდან ხდებოდა, მესმოდა, რომ ძალიან უმიზნოდ ბევრ სასუქს ხმარობდნენ, რათა მეტი შემოსავალი მიიღოთ. ჩვენთან სოფელში ხალხი იყო ძალიან გაუცნობიერებელი და სამწუხაროდ აი ამ დღეებში ჩავიხედე სადაც მე გავიზარდე იქ რაღაცა რამდენიმე ჯგუფიც კი არსებობს და ერთ ჯგუფში ვიღაცამ დაწერა რომ ძვირფასო თანასოფლელებო ნუ წამლავთ უმიწასო იფიქრეთ ჩვენ შვილიშვილებზე ჩვენ შვილიშვილებზე სანამ იფიქრებ ჯერ შენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს ვიფიქრე მე, მაგრამ ეს მოუწონე ძალიან, მადლობაც გადაუხადე. მე ვიყავი ერთადერთი, მგონი ეს პოსტი წაიშალა კიდეც, იმიტომ მაშინვე წამოვიდა პროტესტი, რომ როგორ საბჭოთა წყობილების დროსაც ხდებოდა ეს, აბა როგორ იცით, ხალხი არის გაუნათლებელი და შეუგნებელი. ვამბობ სერიოზულ ნაწილს, იმიტომ მე რომ ჯგუფებში ვიხედები, როგორც კი პატარა რაღაცა პრობლემაა, მაშინვე ეუბნებიან მგონი ურაგატიქვია. საშინელ შხამებს ურჩევენ, რომ ადამიანმა ხეს კუნძი აქვს და ის ხო შეიძლება დაწვას სხვადასხვა ეკოლოგიური გარდამაგისა არსებობს სხვადასხვა ეკოლოგიური მეთოდები. და შეიძლება დაწვაზეც მგონი ჯარიმები არის. არის საშუალება, რომ ჯერ გაიკითხო რა ეკოლოგიური მეთოდებია, სანამ დაიწყებ სალიარკი და სხვა შხამებით შენი ნიადაგის დაბინძურებას. მაგრამ იცით, აი ჩაიხედეთ ამ ჯგუფებში და დასვით კითხვა, აი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, დასვით რაღაცა კითხვა, როგორ მოვიშორო ეს და ეს და აი ნახავთ თქვენ რა რჩევებს მიიღებთ. ამ რჩევებში ერთი ადამიანი იქნება, რომელიც იტყვის, რომ არა, მიწას მოვწამლავთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ჩვენს დედაბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ, დანარჩენებზე თქვენ ნახავთ, რომ რას ნიშნავს? ის ადამიანი იყენებს ამ მეთოდს. ისე რომ ეს უნდა მოხდეს აი ამ კუთხით ინფორმაციული მუშაობა, უნდა პრესამ, ტელევიზიამ თავის პრიორიტეტად გაიხადოს, რომ ადამიანებს გააცნოს ის თუ რა დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას აი ამ საკვებით მიღებული საწამლავი. იცით ზოგი რას ამბობს, რომ აიო წვიმიდანაც ხო ჩამოდისო და მაინც ვერ დავიცავ თავსო. და მე კი ვამბობ, რომ შეამცირე. მე ასე ვიქცევი. მე ვცდილობ ვიყიდო ეკოლოგიური პროდუქცია და ჩემს ეზოში აი ამ რაც მაქვს 780 კვადრატულ თუ 70 თუ 80 კვადრატულამდე მაქვს რამდენი 1 2 გონი 5 ვაშლის 5 ვაშლის და კიდევ 1 კომშის და 1 ალუბლის ხე. და მე თქვენ ერთხელ ჩემებური ტყლაპის თუ რაღაც ესეთი ვიდეოც შემოგთავაზეთ დევს კიდეც.
ადრე იცით სულ ვაჩუქებდი ხოლმე მეზობლებში და მე შევხედე რომ მათ ჩემზე მეტი ნაკვეთი აქვს ზოგიერთს და ეს გახასხასებული ბალახი აქვს და ამბობენ რომ ჩვენ არ გვინდა რომ გქონდეს როგორც მე მაქვს ეს მაყვალი, კენკრა და ეს ვაშლი და ეს კომში და ასე შემდეგ მე არ მინდა რომ მქონდეს, იმიტომ ეს მუშაობას მოითხოვს. და ნუ მე როდესაც მეც მივხვდი თუ შენ გინდა შენ თვითონ კონდეს გაქვს ადგილი თუ სამუშაოს მოითხოვს გამოდის რომ ეს სამუშაო ვიყენებ უკვე ჩემთვის ვაკეთებ მურაბას ნაკლები შაქრით და ვინახავ მაცივარში ვაკეთებ აი რაც შემოგთავაზეთ მშრალ ტკბილეულს რომელიც ძალიან მოგწონს და ასევე რასაკვირველია სეზონზე ვცდილობთ რომ მივიღოთ ვიტამინები და დავასკვენი რომ ჩემს ეზოში არც ვარდებზე არც არსად რაიმე ქიმიას რომ არ ვხმარობ მაინც კარგი ვაშლი მაქვს მაინც ლამაზი ყვავილები მაქვს გადახედეთ ჩემს ვიდეოებს ისეც ვდებ მიმდინარე სეზონში აუცილებლად გაგიზიარებთ ესე იგი ეს ფუნქციონირებს მთელი ჩემი ეზო სავსე არის ჩიტებით, ფუტკრებით სამეზობლოდან და ასევე პეპლებით და მწერებით. ნიშნავს, რომ ჯანმრთელ ეკოლოგიურ გარემოში ვცხოვრობ და ეს არის კიდევ ჩვენი ჯანმრთელი მომავალი. თუ ჯანმრთელი ცხოვრება გინდა, ქალაქში ძალიან გაგიჭირდება. უნდა გქონდეს შენი ნაკვეთი, სადაც ჰაერი იქნება შედარებით სუფთა, აბსოლუტურ სისუფთავეს ვერ მივაღწევთ ვიცი, აბსოლუტურად ეკოლოგიურად ვერ გადავერთვებით, ესეც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ჩემი აზრი არის, რომ ეს დაატვირთვა ჩვენი ორგანიზმისათვის შევამციროთ, პატარა დოზებს მოერევა ჩვენს ორგანიზმს თავისი აზრი, თავისი ჭკვა აქვს, თავისი მეთოდები აქვს, მაგრამ რაც დიდია დოზა, მით უფრო გაუჭირდება მისი მორევა. და აი აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ეკოლოგიური გარემო გაძლიერდეს და ეხლა ნდობაზე კი უნდა ვთქვა, რომ უნდა გაკონტროლდეს. სხვანაირად არ არსებობს ნდობა, რადგან ნიშნავს, რომ ჩვენ ბრმად როგორც ხელოსანს მიენდობი ადამიანი და მერე გაწმილებული დაადგენ რომ არ იყო ნდობის ღირსი, აი ესე ამ სიტუაციაში არ აქვს კარგი ტრადიციები, რომ მაშინვე ნდობით განვისჯალოთ. ძალიან მინდოდა ასევე თქვენთვის ხო ერთ პატარა თემაზეც გამემახვილებინა ყურადღება. იცით მე რა მომხდა თვალში საერთოდ რომ ბავშვებთან მიმართებაში ბავშვებს ძალიან ადრე აწყებინებენ ხორციანი საკვების მიღებას და გერმანიაში მე ესეთი რამე მაქვს შენიშნული. აი ახლა აი ამ თემასთან დაკავშირებით ამომიტივტივდა. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, იმ პერიოდში შექმნილი მქონდა ჯგუფი დედების, რომლებიც იქვე გავიცანით ჩემთან ახლოს და ხანდახან იყო რომ გვინდოდა აი რაღაცი საყედელზე გასვლა და ჩვენ მაგალითად ორი ქალი აუცილებლად რჩებოდა 3-4 პატარა ბავშვთან, რომლებიც დაცოცავდნენ, თამაშობდნენ და იმ პერიოდში ჩვენ შეგვეძლო მაგალითად თმის შესაჭრელად საპარეკმახელოში წასვლა. ან კიდევ სათხაც მშვიდად ყიდვა რომ არის ფიქრო რომ ბავშვი კალიას კითხავს, მერე ის მან შეიძლება ტერილი დაიწყოს და რასაკვირველია ბავშვებს უცვლით ხოლმე პამპერს. და იცით რა, მაშინ ესეთი დაკვირვება, ჩემ დაუნებურად ესეთი დაკვირვება ვაწარმოე. ჩემი შვილს მყავდა ბუნებრივ კვებაზე და შემდეგ ამ ეკოლოგიურ სტაფილოსთან რაღაც ფაფებს უკეთებდი ხოლმე რომ დავაწყებინე კვება და იყო ეგ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მათ ძალიან ადრე დააწყებინა ბავშვს, ყველაფერს ვაცლებო, ესე იგი კალბასს, მოხარშულ სუბუქი არსებობს კალბასები.
ძალიან ნაზი გერმანიაში ხომ იცით როგორი კულტი არის და ათასნაირი პროდუქტი აქვს. აი იმასაც ვაძლევ, ყველაფერს უნდა შეეჩვიოს ორგანიზმიო. და მე ეს ძალიან მიკვირდა, იმიტომ ერთი წლის ბავშვისათვის მიმაჩნდა ეს აბსოლუტურად გადაჭარბებული. და როცა პამპერს უცვლიდა ხოლმე, ძალიან მომხვდა, რომ საშინელი სუნი დგებოდა ოთახში, ძალიან შემაწუხებელი, რაც სხვა დედების და ასევე ჩემი შვილის შემთხვევაში, რომელიც იყო ბუნებრივ და მცენარეულ კვებაზე, ეს ასე არ იყო. შემდეგ ასევე წავიკითხე ძალიან ცნობილი ავსტრიელი ექიმის დაკვირვება, რომელმაც დაწერა, რომ მეო ახალგაზრდობაში მუშაობდი ფერმაშიო და ვამჩნევდიო, რომ როგორც კიო, ძროხებს უვლიდნენ, ბანდნენ, ძროხასაც უნდა რასაკვირველია, მოვლა და ჯაგრისით და ყველაფერი, აი ეს არის აუცილებლობა ცხოველისადმი პატევისცემის და ბუნების პატევისცემის, მაგრამ ამ დროს ამდენი ძროხები გყავს, როგორ შეძლებ რასაკვირველია, ამ დროს ძალიან ბევრ რაღაცაზე გიხდება თვალის დახუჭვა. და მეო შემნიშნეო, რომ ძალიან სხვა ესე სუნი ჰქონდათო ძროხებსო, სულ სხვა და არც ეტყობოდათო ჭუჭყიო, როცა მწვანე ბალახზე გადიოდნენ, როცა საბალახოდ გადიოდნენ და ეს პრობლემა ჰქონდათო და ასევე ნიშნავს, რომ კუჭის მოქმედების პრობლემა ჰქონდათო, მხოლოდ ზამთრის პერიოდში, როცა ისინი ესეთ მშრალ საკვებს იღებდნენ. ხო, თუ დანამატებს იღებდნენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ აი უბრუნდებით ჩემს პირველ შთაბეჭდილებას, იმ რაღაც საშინელ სუნს. ესე იგი, თუ ცხოველს აძლევ მისი ბუნებისათვის შეუფერებელ საკვებს, რომელიც არის მისი, ასე ვთქვათ, დაკლული თანამუძმეების და გამშრალი და დაბქული ხვნილი, რათა მიიღოს ბევრი ცილა, რათა წველადობა გაიზარდოს, რათა ამ ცილის მიღებით მალე გახდნენ დასაკლავები და დიდი მოგება მოგცენ, ეს ყველაფერში აისახება და აი მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ის ფაქტორი, რამაც მე გამაოცა ეს საშინელი სუნი, რომელიც აი აქამდე ჩვენ გვაწუხებს ჩემ ქალაქში სადაც ვცხოვრობ, იმიტომ გარშემო როცა ეს ფერმერები შეწამლავენ, აი ამ პერიოდში ხდება, ამას წინათ ჩემს მაგნოლიის ხესთან ვიდექი და ვთქვი, რომ ასაშინელებაა. ხეს აქვს ძალიან ლამაზი ნაზი სუნი და ამ დროს იმ საღამოს, სანამ ეს გაიფანტებოდა მთელ ფლენსბურგში, მთელ ქალაქში იდგა აი ესეთი მძიმე საშინელი სუნი, რომელიც ძალიან მსუბუქ ქარს მოჰქონდა ყველა კუთხიდან. და ამით კიდევ ეს იმ თემასთან ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მიდგომის გადასინჯვა ცხოველებისადმი და საერთოდ სოფლის მეურნეობისადმი. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი ყველა ქვეყნების პრობლემა და ბიოლოგიურზე გადაყვანას და აქ მათ წახალისებას არაკეთებენ ერთი ფაქტორიდან გამომდინარე. ბიოლოგიურსო, ეს ეკოლოგიურს არ მოაქვსო იმდენი პროდუქცია, რომ ყველას ეყოსო. და აი, ეხლა თქვენ ალბათ გაგახსენდებათ ბევრი თეორიები, რომ დედამიწაზე ბევრი მოსახლეობაა, რომ მათ ეს საკვები არ ყოფნით და არ ეყოფათ. აქვე გაგახსენდებათ ახლანდელ, როდის იყო ერთი თვის წინ მოხდა, ხო, ოფიციალური შეტყობინება ევროკავშირმა დაუშვა ევროპის ქვეყნებში ფქვილის, მატლის გამშრალი, ეს იგი ნიშნავს, მათი წარმოება ხდება, შემდეგ მათ დახოცავენ, მათ გააშრობენ, დაბქავენ და აი ამ ფხნილის პურში და ნახევარ ფაბრიკატებში დამატების უფლება არის ევროკავშირის შემავალ ქვეყნებში. და აი ეს როდის მოიტანს კიდე რაღაცა პრობლემას, ეგეც არ იცი, იმიტომ რომ სწორედ მაშინაც, როცა ეს ცხოველების ნარჩენების ფხნილის წარმოება გადაწყვეტეს, ალბათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძალიან მაგარი, ძალიან აზრიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისე რომ ჩემი რწმენით
მომავალი არის სუფთა ეკოლოგიურ მეურნეობაში და რაც ადრე მიხვდებიან ადამიანები და თავიანთი ქცევით აი ასეთ მეურნეობებს მხარს დაუჭერენ, მით უფრო ადრე გვეშველება. გისურვებთ საუკეთესო ჯანმრთელობას და გისურვებთ სწორ პრიორიტეტებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.